Როგორ ემზადება სამოქალაქო საზოგადოება ახალი გრანდიოზული აქციისთვის შაბათს 15 თებერვალს უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების მე-80 დღეს მოქალაქეები, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის სიყალბეს და სისასტიკეს აპროტესტებენ, ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორები უკვე აანონსებენ შეკრების სცენარს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება მსვლელობები თბილისის ქუჩებში. Როგორ მიმდინარეობს მზადება აქციისთვის და რა ხდება ახლა დედაქალაქის ცენტრში? დავით კობიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში. რუსთაველის გამზირი უწყვეტი პროტესტის 78 დღესაც შეკრების მთავარი ლოკაცია. აქ ტრადიციულად მოდიან მოქალაქეები საკუთარი პროტესტის გამოსახატავად და ბუნებრივია არცვლიანი ორ მთავარ მოთხოვნას, რომელიც მათთვის პრინციპულად არის მნიშვნელოვანი. მაყურებელს შევახსენებ იმასაც, რომ ბოლო დღეებია ყოველი დღე რუსთაველზე შეკრება ეძღვნება თითო პატიმარს, პოლიტიკურ ტყვეს, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე რეპრესიების მსხვერპლად აქცია ოლიგარქიულმა რეჟიმმა დღევანდელი დღე ეძღვნება საბას ხვიტარიძეს, ოლიგარქიული რეჟიმის ერთ-ერთ პატიმარს, რომელსაც განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა სამართალდამცველები, როგორც ეს თავად აღნიშნა საკუთარ სასამართლოს ხდომაზე. მან ისაუბრა, რომ იყო დამცირების, წამების, ცემის, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, თუმცა ამის და მიუხედავად ის რჩება მხნედ მისი ოჯახის წევრები, სხვა პატიმრების ოჯახის წევრებთან და მოქალაქეებთან ერთად კი აგრძელებენ ბრძოლას იმისთვის, რომ მთავარი მოთხოვნები იქნას შესრულებული. ჩვენთან ერთად სტუმრად არიან საბას ხვიტარიძის ოჯახის წევრები. დავიწყოთ საბას დედასთან საუბრით. ელენე ახობაძეა ჩვენთან ერთად. ქავტონელნე, თქვენ ყველა მოვისმინეთ საბას სიტყვა სასამართლოზე, როგორ გახდა ის წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ალბათ თქვენთვისაც ეს რთული მოსასმენი იყო. ვიცით, რომ ინახულეთ საბა როგორ გრძნობს თავს და როგორ გესახებათ ბრძოლის გაგრძელება. საბა საკმაოდ მხნეთ არის და მხნეთ გრძნობს თავს, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმმა აწამა დაზარალებული სტატუსიც მიანიჭეს, მაგრამ მაინც ყავთ გამომწყვრეული. საბა ძალიან შემართებით არის. საბას ესენი თავისუფლებას ვერ წაართმევენ ვერასოდეს. ჩვენ თავისუფლება შიგნიდან მოდის და ეს ეთყობა თვითონ რო არ არიან თავისუფლები არ იციან. ასევე ძალიან თავისუფალი ვარ მე. არ მეშინია არაფრის, ვერ შემაშინებენ, მე რისც მეშინოდა. ეს იყო რომ ჩემი შვილი აი ესე არ ეწამებია ვინმეს და ესე არ დაეტანჯა და ამიტომ ამათმა შიშიც წამართვეს და შიშის შეგრძნებაც მომპარეს და ამიტომ ეხლა უკვე ჩემთვის სულ ერთია ყველაფერი. მაინც ვიბრძოლებ, ბოლომდე ვიბრძოლებ, არ გავჩერდები, არ მივცემ საშუალებას იმისას, რომ ვიღაცამ და რაღაცამ შემაშინოს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი რეჟიმის პატიმრები. მივესალმები აქედან მოვიკითხავ სულ ყველას, მოვიკითხავ ასევე ქალბატონ მზიას, გამძლეობას და ჯანმრთელობას უსურვებ, ასევე ქათამაძეს ჯანმრთელობას უსურვებ. ჩვენ გავიმარჯვებთ, ეგენი გვაძლევენ ჩვენ ძალას, ჩვენი სისტემის პატიმრები და ჩვენ ვიქნებით მხნედ 15-ში აუცილებლად უერთდებით ჩვენ ევროპული მომავლის მარშს და ეს მარშები გაგრძელდება ჩვენ მშვიდობიანი გზით. აუცილებლად დავამარცხებთ არალეგიტიმურ მთავრობას. არ იქნება მშვიდობა, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ჩემო კარგო. დიდი მადლობა. საბას ხვიტარიძის ბებიაც არის ჩვენთან ერთად. შეგვიძლია მასაც კითხოთ, ქალბატონო კლარა, თქვენი ფოტო ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა, როგორ ადევნებდით თვალს თქვენი შვილიშვილის სასამართლო პროცესს. რა ემოცია იყო თქვენთვის და რა განწყობით ხართ მიუხედავად ამისა? მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილიშვილი უკანონოდ არის დაპატიმრებული იმის გულისთვის, რომ იცავდა სამშობლოს, თავის უფლებებს იცავდა, უნდოდა ქვეყნისთვის კარგი, დიდი ხანი ამისთვის ბრძოლობდა, მაინც მოხვდა იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო. ძალიან ძნელი იყო ჩემთვის იმის ყურება, თუ როგორ რაც ილაპარაკა საბამ, ამის მოსმენა ნამდვილად ძნელი იყო, მაგრამ რას ვიზამთ? ჩემი შვილიშვილი იყო ვაჟკაცი, ვაჟკაცად გამოვა იქედან და ისეთი
ენთუზიაზმით ემსახურება თავის ქვეყანას, თავის სამშობლოს, როგორც ადრე იყო. ძალიან მენატრება, მაგრამ რას ვიზამ, ყველაფერი უნდა გადავიტანოთ, ასე ყოფილა მისი ბედი, ჩვენი ბეზით და ყველა პატიმარს უსურვებ კარგად ყოფნას, ჯანმრთელობას ბებიებო, იყავით მხნეთ, გამოხვალთ და ისევ დაუბრუნდებით თქვენ საქმეს და ისევ განაგდობთ იმათ, რისთვისაც მანდ მოხდით ახლა. ძალიან მიყვარხართ სულ ყველა ჩემი შვილიშვილები არიან. მადლობა, საბას ხვიტარიძის ბებიას უსმენდით. პირდაპირ ეთერში მოქალაქეები ახლა განსაკუთრებულად ემზადებიან ზეგინდელი დღისთვის 15-ში შაბათს 6 საათზე დაანონსებულია მასშტაბური მსვლელობა. მოქალაქეები შეიკრიბებიან ევროპის მოედანზე და დემონსტრაციულად მსვლელობას მოაწყობენ თავისუფლების მოედნისკენ, არა რუსულ ხელისუფლებას და დიქტატურულ რეჟიმს. ეს იქნება მთავარი გზავნილი მოქალაქეების, რომლებიც შეიკრიბებიან და ამ ადამიანებს აქვთ მოლოდინი, რომ ზეგ ევროპის მოედანზე ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება, ის ადამიანები, რომლებიც მიუხედავად იმ რეპრესიებისა, რომელიც ყოველდღიურად ახალ ტალღაზე გადაჰყავს ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას, არ შინდებიან და ბრძოლის ბოლომდე გაგრძელებას აპირებენ. ევროპული აღარაფერი აღარ არის ჩვენ ქვეყანაში, ჩამოიშალა სასამართლო სისტემა, ჩამოიშალა განათლების სისტემა, მთლიანი ქვეყანა სამწუხაროდ არის მთლიანად მოცული აი ამ რუსული სტილის, მმართველობითი სტილით, ეს არის დიქტატურა, ეს არის ადამიანების უფლებების დარღვევა. ჩვენ ვაპროტესტებთ აი ამას და გვინდა რომ ყველამ ერთხელ გავიმეოროთ კიდევ ერთხელ და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, არა რუსულ დიქტატურას. რეჟიმის ტყვეებს უნდა დავანახოთ ჩვენი სიმრავლე, რომ ჩვენ მათთვის ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენ არ დავნებდებით და რა თქმა უნდა რეჟიმსაც რომ არ გაუვა ეს რეპრესიული კანონები, რომლითაც ცდილობს რომ შეგვაშინოს, გაგვაჩუმოს, შეგვიყვანოს სახლებში, თითქოს ჩვენ არ გვეხება ის ყველაფერი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს დემოკრატიას და ვიბრძოლებთ ამისთვის. მე მოუწოდებ თითოეულ ჩემ კოლეგას, სამედიცინო საზოგადოებას, რომ აუცილებლად უნდა გამოფხიზლდეთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ საქართველოს სწორ მხარეს, ქართველ მოსახლეობასთან ერთად იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ ის ყველა მნიშვნელოვანი საკითხებზე პასუხები, რომელიც დგას დღესდღეობით ჩვენ საქართველოში. თქვენ შეგეძლებათ, რომ ევროპის მოედანზე 15 თებერვალს 6 საათზე მოიტანოთ წერილები, რომლებსაც ჩვენ შემდგომ გადავცემთ პატიმრებს და ასევე ამ აქციაში იქნებიან ჩართულნი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, სხვადასხვა ჯგუფები, ისინი შეუერთდებიან ამ აქციას სხვადასხვა ლოკაციიდან. პირველი რომ სინდისის პატიმრები განთავისუფლებულები იყვნენ, რაც შეიძლება მალე, რომლებსაც არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და მეორე მესიჯი ეს იქნება, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, უნდა დავაბრუნოთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და აქედან გამომდინარე ვიკრიბებით ყველა და დარწმუნებული ვარ, რომ იქნებით ძალიან ბევრი. მოქალაქეები განაგრძობენ რუსთაველის გამზირზე მოსვლას, ჯერჯერობით აქ საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი არ არის, თუმცა აქ მყოფი მოქალაქეები ელოდებიან იმ ადამიანებს, რომლებიც ტრადიციულად შეკრებილები არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან და ისინი მსვლელობით მოვლენ უკვე პარლამენტთან და შემოუერთდებიან აქ მყოფ მოქალაქეებს.